სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. სახარებიდან უფალმან ღმერთმან ჩვენ ასეთი მცნება გვაუწყა. სახარება ამავე დროს დაზენს, რომ ღმერთსა და მოყვასის სიყვარულშია ჩაქსოვილი მთლიანად ღმრთის კანონი, რადგან სიყვარული არის ის სათნოება, რომელიც ყველა სხვა სისრულეს მიღწეულ სათნოებათა ერთობლიობას წარმოადგენს და ამას ყოველსა ზედა სიყვარული, რომელი იგი არ სიმტკიცე სრულებისაი, როგორც ამბობს პავლე მოციქული. ამიტომ ცხადია, რომ სანამ მოყვას შევიყვარებდეთ, როგორც საკუთარ თავს, საჭიროა თვით საკუთარი თავის შეყვარება ვისწავლოთ. გვიყვარს კი ჩვენ თავითვისი. მიუხედავად ამ კითხვის უცნაურობისა, მასში ახალი და საინტერესო თითქოს და მხოლოდ თვით ამ შეკითხვის ზედმეტობა მოჩანს. უნდა ვთქვათ, რომ ადამიანთა შორის ძალიან იშვიათია ისეთი, ვისაც ნამდვილად უყვარს თავისი თავი. უმრავლესობას კი სძულს იგი, რაც იქიდან ჩანს, რომ ისინი გამუდმებით ცდილობენ საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი ბოროტება მოუტანონ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის მიმართ ჩადენილი ბოროტება რომ გაიზომოს, აღმოჩნდება, რომ ყველაზე დაუძინებელმა მტერმაც კი ვერ ავნო მას ისე, როგორც მან ავნო საკუთარ თავს. ვიყოთ გულწრფელნი ჩვენი სინდისის წინაშე და მაშინ ყოველი ჩვენთაგანი მივა ამ შენიშვნის სამართლიანობის აღიარებამდე. საინტერესოა, მაინც რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ჩვენ ასე განუწყვეტლივ ვაყენებთ საკუთარ თავს ზიანს, თუმცა კი გამუდმებით და განუზომელად ფსურს ჩვენთვის სიკეთე. როგორც ირკვევა, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მართალი და სწორი სიყვარული საკუთარი თავისადმი ჩვენ თავმოყვარეობით შევცვალეთ. სწორედ ეს თავმოყვარეობა შთაგვაგონებს სწრაფვას ყოველი ჩვენი სურვილის შესრულებისაკენ, იმ მოთხოვნილებების შესრულებისაკენ, რომლებსაც ჩვენში დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ნება აღძრავს. ამ ნებას კი თავის მხრივ ცდომილი გონება და მზაყვარის სინდისი წარმართავს. ჩვენ წარვიტაცებით, ანგარებით და პატივმოყვარეობით, შურის ძიებით, გულღვარძლიანობით და საერთოდ ყველა ცოდვიანი ჟინით ჩვენ პირმოთნეობთ და ვიტყუებთ თავს, როცა გონია თითქოს და საკუთარი თავის სიყვარულით მოკმედებს. სინამდვილეში კი მხოლოდ ჩვენი თავმოყვარეობის დაუშრეტელ გულის წადილებს ვემსახურებით. ვიკმაყოფილებთ რა თავმოყვარეობას. ამით ჩვენ ბოროტებას ჩავდივართ საკუთარი თავის მიმართ. ვღუპავთ მას. საკუთარი თავის მართალი და სწორი სიყვარული კი ეს არის სიყვარული. მდგომარეობს ეს სიყვარული ქრისტეს ცხოველმსხობელი მცნებების შესრულებაში. რათა ვიდოდეთ ჩვენ მცნებათაება რომ მისთა და ესი არის მცნება იმისი, ვითარცა გესმა დასაბამიდან, რაითა მაშინა ხვიდოდით. ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში. თუ შენ არ მრისხანებ და არც გულღრძობ, არ იფიცები და არ ცრუობ, თუ შენ არ შეურაცხყოფ, არ მტაცებლობ და არ შურის მაძიებლობ, დიდად მომთმენი ხარ მოყვასის მიმართ, შვიდი და უბოროტო, მაშინ შენ გიყვარს შენი თავი. თუ კი ლოცვა შენს მაწყევარს, შენს მოძულეს, სიკეთეს უკეთებ, ლოცულობ შენზე ხიფათის მომწეველთათვის და დევნის აღმზრველისათვის, მაშინ შენ გიყვარს შენი თავი და ძე ხარ ზეციური მამისა, რომელიც ერთნაირად უგზავნის მზის სითბოსა და წვიმას, როგორც ბოროტებს, ასევე კეთილებს, როგორც მართლებს, ასევე ცოდვილებს. თუ კი შენი შემოსრული და დამდაბლებული გულიდან გულმოდგინე და გულთბილ ლოცვებს წირავ ღმერთს, ესე იგი შენ გიყვარს შენი თავი. თუ არ ქედმაღლობ,
ხარ თავდაჭერილი და ფხიზელი, შენ გიყვარს შენი თავი. თუ კი შენი ღატაკი ძმებისადმი მოწყალებით, შენი მონადარი მიწიდან ზეცაზე გადაგავს და შენი ხრწნადი სამკვიდრებელის ნაცვლად იქ უხრწნელ სამკვიდრებელს ქმნი, ხოლო დროებითი ქონების სანაცვლოდ ქონებას მარადიულს და ხელშეუხებელს, მაშინ შენ გიყვარს საკუთარი თავი. თუ შენ იმდენად მოწყალე ხარ, რომ შეგიძლია მოყვას უთანაგრძნო მის ყოველგვარ უძლურებაში და გაჭირვებაში, ხოლო მოყვასის გმობა და დამცირება არ გახასიათებს, მაშინ შენ გიყვარს საკუთარი თავი. როცა შენ საკუთარ თავს უკრძალავ მოყვასის განკითხვასა და განჟას, რისი უფლება სინამდვილეში არცა გაქვს, მაშინ მართლმსაჯული და გულმოწყალე ღმერთი შენს მიმართაც აუქმებს სამართლიან მსჯავრს და განაჩენს აურაცხელი ცოდვებით გამო, რომ გაქვს დამსახურებული. ვისაც წრფელად სურს თავი შეიყვაროს, ის თავის დაცემულ ნებას არ უნდა ახვეს, რამე თუ ეს ნება ცდომილი გონებით ხელმძღვანელობს და მხოლოდ თავმოყვარეობაზე ზრუნავს. ამიტომ მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს სახარებისეული მცნებების შესწავლაზე. ეს მცნებები თავის თავში სულიერ გონებას შეიცავს და მათი შემსრულებელი ახალი ადამიანის ჩამოყალიბებამდე მიხავთ. ასეა ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს გამოგვიცდია სანამ წავიკითხავდით სახარებას. როგორ ვაზროვნებდით, როგორ ფიქრობდით და როდესაც გულმოდგინეთ სიღრმისეულად გავეცანით სახარებას და მის განმარტებას, როგორ შეიცვალა ჩვენი გონება. შეიძლება ვერ ვასრულებთ იმას ისე, როგორც სახარება გვასწავლის, მაგრამ ჩვენი აზროვნება ხო ნამდვილად განახლდა, რაღაც ახალით, უფრო სიღრმისეულით შეიცვალა. მოყვასის ღვთივსათნოდ შეყვარება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულით შეიყვარა საკუთარი თავი. შენი სოფლისანი თავმოყვარეობით დასნეუნებულნი და მას დამონებულნი მოყვასისადმი სიყვარულს მათი ყოველნაირი სურვილების შესრულებით გამოხატავენ. სახარების მოწაფეები კი მათგან განსხვავებით მოყვასისადმი სიყვარულს მათ მიმართ მცნებებით შესრულებით აღავლენენ. ქრისტესა და სახარების მოწაფენი ადამიანური სურვილებისა და ჟინის დაკმაყოფილებას სულის დამღუპელ კაცთმოთნეობად მიიჩნევენ და მას ისევე გაურბიან, როგორც გაურბიან თავმოყვარეობას. თავმოყვარეობა არის საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის მახინჯი ფორმა, ხოლო კაცთმოთნეობა სიყვარულის მახინჯი ფორმა მოყვასის მიმართ. თავმოყვარე მხოლოდ საკუთარ თავს იღუპავს, ხოლო კაცთმოთნე საკუთარ თავთან ერთად მოყვასაც ღუპავს. თავმოყვარეობა დასანანი თვითცდუნება, კაცთმოთნეობა კი ცდილობს, რომ მოყვასიც ამ თვითცდუნების მეკავშირე გახადოს. როდესაც აკებ ადამიანს, თან აკებს პირმოთნეობით, ფარისევლობით, ტყუილად, ბუნებრივია, რომ მასში აღძრავს სიამაყის ცოდვას. და სწორედ ამაზეა საუბარი აქ, რომ უკვე არა მხოლოდ შენ ცოდავ ამით, არამედ სხვასაც აცდუნებ, როდესაც მას პირმოთნეობით, ფარისევლურად, ტყუილით აკებ, თუნდაც სიმართლით აკებდე, მაინც არ შეიძლება ეს. ეს უხილავი მოღვაწეობა თავმოყვარეობისა და კაცთმოყვარეობის წინააღმდეგ თავდაპირველად დიდ შრომასთან და გაძლიერებულ ბრძოლასთანაა დაკავშირებული. ჩვენი გულები, ჩვენი მამებისა და წინაპრების გულების დარად, ჩვენი მოყვასის დამაარსებლის ცოდვიან არეში ჩავარდნის დროიდან მუდმივად ეწინააღმდეგებიან სულიწმინდას, ქეთფიცხელნი და წინადაუცვეთელნი გულითა და სასმენელითა, თქვენ მარადის სულსა წმინდასა ანტრაკად წინ აღუდგებით ვითარცა მამანი თქვენი, ეგრეცა თქვენი, როგორც ამბობს საქმე მოციქულთა. ჩვენი გულები არ აღიარებენ დაცემას და გააფთრებით იცავენ თავიანთ უბედურ მდგომარეობას. თითქოს და ეს მდგომარეობა იყოს მდგომარეობა სრული კმაყოფილებისა და სრულყოფილი ზეიმისა, მაგრამ ბრძოლის წარმოების შემთხვევაში თავმოყვარეობაზე და კაცთმოთნეობაზე
ყოველი გამარჯვებისას ადამიანის გული სულიერი ნუგეშინისცემით ჯილდოვდება. იგემებს რა ამ ნუგეშინისცემას გული უფრო ახოვნად ებმება ბრძოლაში და უფრო იოლად იმარჯვებს თავის თავზე. თავისავე მიერ შეთვისებულ დაცემაზე გახშირებული გამარჯვებები კი მოიზიდავს მადლს, ხშირ მოხილვას მისას და ნუგეშინისცემას. მაშინ ადამიანი უფრო მეტი მოშურნეობით იწყებს თავის მაამებლობის და თვითანებობის გათელვას და ისრაფის მცნებების გზით სახარებისეული სრულყოფილებისაკენ. აღიარებს და იდუმლად უგალობს უფალს გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე რაჟამს განავრცე გული ჩემი, როგორც დავით მეფსალმონი ამბობს. სახარების ხელმძღვანელობით ახოვნად შეუდგეთ ბრძოლას თავმოყარეობასთან. სახარებაში წარმოჩენილია ღვთისნება, კეთილსათნო და სრულყოფილი. სახარებაში იდუმალად ცხოვრობს ახალი ადამი, ქრისტე და თავის ნათესაობას ყველა თავის შვილს გადასცემს, ვისაც კი ჭეშმარიტად სურს ეს ნათესაობა. ვისწავლოთ საკუთარი თავის წრფელი ჭეშმარიტი სიყვარული, შეყვარება, მაშინ შევძლებთ მოყვასის მიმართ ჩვენი უფლის ყოვლადწმინდა მცნების შესრულებას. შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ჩემი ცხოვრების მანძილზე არაერთი ღალატი მინახავს, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. მინახავს ადამიანი მარტო დარჩენილი მტერთან, როდესაც ოჯახის წევრებიც კი არა მარტო მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრებმაც კი მარტო დატოვეს. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ მოყვასის სიყვარულზე და საკუთარი თავის სიყვარულზე, ბუნებრივია პირადულად ყველა მტერს უნდა აპატიო და მიუტოვო. მაგრამ როდესაც მოყვასი შენი მარტო არის დარჩენილი და მას სჭირდება თანადგომა, ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა უპირველეს ყოვლისა რომ გვერდში დაუდგეთ. თუ შენი ოჯახის წევრი, შენი ნათესავი, შენი მეგობარი არ გიყვარს, უცხოს როგორ შეიყვარებ? თუმცა იმ უცხოსაც მოყვასი ქვია. და მინიმუმ ეს მაინც უნდა გააკეთო, მინიმუმ რომ მიხვიდე იმ შენს მეგობართან, შენს ნათესავთან, შენს ოჯახის წევრთან და უჩოქო და შენდობას თხოვო და არა გაიტრუნო მომავალი ღალატისაკენ კიდევ გამიზნული. ძალზე ძნელია რომ აპატიო ღალატი ადამიანს. ჩვენ უგებთ მათ იმიტომ რომ გვესმის ადამიანური სისუსტის, რომ ადამიანური სისუსტე არსებობს, მაგრამ მასაც უნდა ესმოდეს ის, რომ თავისი თავი არ უნდა იმართოს არავითარ შემთხვევაში, როდესაც ღალატ ჩადეს. ღმერთმა მოგცეს ჭეშმარიტი სიყვარული საკუთარი თავისა და მოყვასისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგებოთ.